ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგა. ზაზა აბაშიძემ უკვე გამართა პირველი შეხვედრები, თუმცა თანამშრომელთა უმრავლესობა ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას კვლავ ელოდება. შეიძლება თითქმის ერთკვირიან გაფიცვას თანამშრომლების მით. გარკვეული სამსახურები მუშაობას შეუდგნენ, თუმცა ის ნაწილი, რომელიც ღონისძიებებზეა პასუხისმგებელი, კვლავ პარალიზებულია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას და ყველა იმ დეტალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათთვის ამ დრომდე გაურკვეველია. განათლების მინისტრის პასუხი ცენტრის თანამშრომლებს და ახალი ხელმძღვანელის პირველი სამუშაო დღე ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური სამუშაო დღე ადმინისტრაციისა და ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო. ზაზა აბაშიძეს აინტერესებს თუ რა მდგომარეობაში იბარებს ხელნაწერთა ცენტრს. მათ კი ვისაც იმ კომისიის ობიექტურობაში ეპარება ეჭვი, რომელმაც ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე ახალი კანდიდატურა შეარჩია, აბაშიძე ურჩევს სასამართლოს მიმართონ. ადმინისტრაციის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებს რომ ნახო რა ჩავიბარე, როგორ ჩავიბარე, რა ფორმით უნდა ჩავიბარო, რა მდგომარეობა, ეს არის უპირველესი. ჯერა და მე მწამს რომ ის კომისია, რომელიც გაიმართა, იყო ობიექტური, ყოველ შემთხვევაში არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა. დარჩენილი აქვს კიდევ რესურსი, რომ სასამართლოში შეიტანონ, თუნდაც რომ გაასაჩივრონ ის გადაწყვეტილება კომისიისა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა კი თითქმის ერთკვირიანი გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა მათი მოთხოვნები უცვლელია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი არა განათლების სამინისტრო, არამედ პარლამენტი იყოს. სამეცნიერო საბჭოს კი ხელმძღვანელობის თავად არჩევის უფლება მიეცეთ. მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა იმ ვიდეო მასალის გასაჯეროება, რომელიც ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კომისიაში ზაზა აბაშიძესთან გასაუბრებას ასახავს. მას არ ქონია ჯერჯერობით ჩვენთან შეხვედრა, როგორც ვიცი აპირებს დეპარტამენტებისა და სამსახურის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრას. ვერაფერს ვერ გეტყვით მის სამომავლო გეგმებზე და რას აპირებს უმეტეს. რაც ეხება თანამშრომლებს, რომლებიც აპროტესტებენ, ისინი ნამდვილად არ აპირებენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წასვლას და როგორც უკვე ჩვენმა თანამშრომლებმაც აღნიშნეს, ჩვენ ველოდებით მისი ვიდეოს გასაჯაროებას პარლამენტში განათლების კომიტეტში ჩვენი საკითხის განხილვას და ხოლო შემდეგ უკვე იმედი გვაქვს, რომ დადებითად გადაწყდება ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ ჯერ ველოდებით ვიდეოების გასაჯაროებას და მზაზას გასაუბრებას, ვიდეოს გასაჯაროებას და მე ნახოთ როგორ განვითარდება მანამდე სანამ გასაჯაროდება ჩვეულებრივად ვარ და მეცნიერები ალბათ თავის საქმეს აგრძელებენ და ვინც უშუალოდ დამოკიდებული აღონისძიებების გამართვაზე და იმაზე, ეს რეალურად ეხლა არაფერი ღონისძიება არ არის. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებს განუმარტავს, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ზაზა აბაშიძესთან გასაუბრების გასაჯაროება მოითხოვოს. თამარ სანიკიძის თქმით, ეს მხოლოდ აპლიკანტს შეუძლია. ეს ჩანაწერი არის აპლიკანტის, ასე ვთქვათ, კანდიდატის საკუთრება. ამისი გასაჯაროებას უპირობებს მხოლოდ რას და გასაუბრებაზე ჩაწერილი არის ძირითადად ის შეკითხვები და მასზე პასუხები, რომელიც დაიცავთ. ეს ადამიანი ყავს ცოცხლად, ბაგული შეკითხვები შეუძლია პასუხად და პასუხები მიიღოს. ამ შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ ამისი გასაჯაროება. ვიდეო მასალის გასაჯაროებისგან განსხვავებით განათლების მინისტრი მზად არის ის დასკვნა გაასაჯაროვოს, რომელიც მისი უწყების შიდა აუდიტმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობის შედეგად დადო. მინისტრის შეფასებით დასკვნაში სისტემური ხასიათის დარღვევაზეა საუბარი და აუდიტის დასკვნა შესაბამის ორგანოებში უკვე გადაგზავნილია. განსასწორებელი ღონისძიებები და ამას სჭირდება, ასე ვთქვათ, გამოსწორება. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო დღეს ეს საკითხები უკვე გადავაგზავნეთ ჩვენ შესაბამის ორგანოებში, ასევე გადავაგზავნეთ სახელმწიფო აუდიტში, სადაც ვითხოვთ იმას განმარტოებული სისტემური ხასიათის მოხდის წინაპრების შემოწმებით ამ კუთხით. აუდიტის დასკვნას მე პირადად ვარ იმ ჯგუფში, ვინც მოამზადა პასუხი
და მე ვიცი რა არის რაწერია იმ აუდიტში, იქ არის მცირეოდენი გადაცდომები, იქ არანაირ სერიოზულ გარკვევებზე საუბარი არ არის. როგორ განვითარდება მოვლენები ხელნაწერთა ცენტრში ჯერჯერობით უცნობია. ახალ ხელმძღვანელს სრული დატვირთვით მუშაობა სურს. თანამშრომლების ნაწილი კი მასთან შეხვედრის და ყველა სადაო დეტალის გარკვევის მოლოდინშია. უახლოეს დღეებში კი პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოხდება, რომელიც განათლების მინისტრს, ასევე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერთან შეთანხმებით სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დირექტორის მოხსნა დანიშვნის უფლებას ართმევს. როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტში აცხადებენ, ცვლილების მიზანი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობის უზრუნველყოფა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები თავად აერჩევენ ხელმძღვანელს, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაც არის. ხელნაწერთა